სამთო მომპოვებელი კომპანიამ RMG-ის ტერიტორიაზე მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის აქტივისტებმა სამთო ინსტიტუტისა და RMG-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სეისმო უსაფრთხოების მონიტორინგი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც პროექტი მუშევანი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ მუშევანში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სეისმოგრაფები დაყენდა. საწარმოს ტერიტორიაზე კი კარიერის აფეთქების სამუშაოები ჩატარდა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა სოფელ მუშევანში არსებულ კულტურულ ძეგლებს საფრთხეს არ უქმნის. უფრო მეტი დეტალი ამ თემაზე სიუჟეტიდან მოვისმინოთ. ისტორიას და ამ ისტორიისგან შემორჩენილ კულტურულ ძეგლებს გაფრთხილება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. თუ გვინდა რომ დრომ და გარემოებებმა არ გააქროს, უნდა ვიზრუნოთ, მათზე ზემოქმედება მაქსიმალურად შევამციროთ. ტურისტებს თუ ადგილობრივებს შეძლების დაგვარად უვნებელი სახით მივაწოდოთ. მუშევანის ტაძრის შემორჩენილი კედელი, გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის გადარჩენილი ნაწილები, სარბულახშის ეკლესია, ყველა მათგანი ბოლნისის რაიონის ერთ პატარა სოფელ მუშევანშია თავმოყრილი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლები მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის აქტივისტებმა დაასუფთავეს. მისასვლელი გზა გაკვალეს, შემოღობეს, გამაფრთხილებელი წარწერები დაკიდეს და ძეგლების თაობებისთვის შემოსანახად ყველა პირობა შექმნეს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მუშევანში. 10 საუკუნის ტაძრის შემორჩენილ კედელთან მინდა გითხრათ, რომ ეს ძეგლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, ცნობილია თავისი უფრო მნიშვნელოვანი ქართული წარწერებით. სამი წარწერა ჯერ კიდევ იკითხება შემორჩენილ კედელზე, მეოთხე უკვე ნანგრევებში დევს, სამწუხაროდ როგორც ჩანს, ტაძარი არაერთხელ არის დანგრეული გახშირებული მიწისძვრების გამო თავის დროზე, ხოლო მეხუთე წარწერა, როდესაც ჩვენ 2022 წლის ნოემბერში ძეგლის გაწმენდა და დასუფთავების სამუშაოს ვატარებდით, შემთხვევით აღმოვაჩინეთ, მოხდა წარწერის საკითხვა და აღმოჩნდა, რომ ეს არის უფალო შეიწყალი კრავაი დედოფალი. ჩვენთვის არ არის ცნობილი ჯერჯერობით რომელ დედოფალზეა საუბარი, თავიდან იყო რომ გვეგონა რომ შეიძლება და ეს ყოფილიყო დავით აღმაშენებლის სასული, თუმცა ძეგლი ერთი საუკუნით უფრო ადრე არის აშენებული, ვიდრე თქვა დავით აღმაშენებლის ქალიშვილი ცხოვრობდა. მუშევანის ტერიტორიის დათვალიერება აქტივისტებმა 2022 წლის ნოემბერში სამთო მომპოვებელი კომპანია RMG-ის ახალი პროექტის მუშევანი 2-ის ამოქმედებამდე დაიწყეს. კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ნებართვაში ძეგლების სეისმო უსაფრთხოების მონიტორინგი პირობად ჩაიწერა და ის წელიწადში 2-ჯერ ხორციელდება. პერიოდულად ვატარებთ სეისმო მონიტორინგს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედი საკმაოდ ესეთია უსაფრთხო არ არის სამთო წარმოების მიმდებარედ, ამიტომ ასეთი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ აფეთქებითი სამუშაოები აზიანებს თუ არა მას ან რამე რისკს უქმნის თუ არა ძეგლებს. შემდეგ გაზომვების შედეგად დადგინდება სეისმური ტალღები წვდება თუ არა ძეგლებს, ხოლო დადასტურების შემთხვევაში რა თქმა უნდა დაიგეგმება სხვა შემარბილებელი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძეგლების დაზიანება. გასულ 2024 წელს მონიტორინგი თებერვალსა და ნოემბერში ჩატარდა და ყოველ ჯერზე სეისმოგრაფების მიერ დაფიქსირებული ტალღების სიჩქარეების ვექტორული ჯამი საერთაშორისო აღიარებულ მონაცემზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. შესაბამისად, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, ისე მოსახლეობისთვისაც უსაფრთხოდ ჩაითვალა. 18 მარტს 2025 წლის პირველი მონიტორინგი ჩატარდა. მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის სამთო ინსტიტუტისა და კომპანია RMG-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მუშევანი 2 საბადოს სამთო მწარმოებლის რეალის მიმდებარედ არსებულ ძეგლებთან სეისმოგრაფები დაამონტაჟეს. მიმდინარეობს სამთო-მომპოვებითი დროს განხორციელებული ბურღვა-აფეთქებით სამუშაოების დროს წარმოქმნილი სეისმური ტალღების მონიტორინგი, რისთვისაც ჩვენ ვახორციელებთ ინსტრუმენტ დაკვირვებას გამოწვეულ სეისმურ ტალღებზე. თვითონ ინსტრუმენტი წარმოდგენილი არის ერთ-ერთი ცნობილი კანადური კომპანიის ინსტატელის მიერ ნაწარმოები გეოფონითა და თვითონ ჩამწერი მოწყობილობით. გეოფონი იღებს განვითარებულ სეისმურ ტალღებს, ხოლო მიმღები მოწყობილობა აფიქსირებს და ახდენს მის ჩაწერა გენერირებას. სამივე ობიექტზე სეისმოგრაფების დამონტაჟების შემდეგ მუშევანი 2 საბადოს ტერიტორიაზე აფეთქებითი სამუშაოებიც ჩატარდა. რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კარიერში მიმდინარე სამუშაო პროცესები მუშევანის ტერიტორიაზე არსებულ არც ერთ ძეგლს საფრთხეს არ უქმნის, რაც თავის მხრივ კომპანია RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი და მისი წარმოების მაღალი სტანდარტების დამსახურებაა. ჩვენ დღეს ვიყოფებით კომპანია RMG-ის მუშევანი 2-ის კარიერის ტერიტორიაზე, სადაც ღია კარიერულ წესით მიმდინარეობს მადნების მოპოვება.
აღნიშნულ საქმიანობას კომპანია ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელზეც შემუშავებულია გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში და გარემოს ალგებრულ კომპონენტებთან ერთად მონიტორინგის ღონისძიებები მოიცავს სეისმური უსაფრთხოების მონიტორინგსაც, რომელშიც ჩართული არის მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის და უშუალოდ პროცესს ახორციელებს სამთო ინსტიტუტი. კერძოდ სპეციალური გამზომი მოწყობილობებით ხდება იმპულსური ბიძგების შემოწმება მუშევანის კარიერის ყველაზე ახლოს მდებარე სოფლის განაპირას არსებულ ისტორიულ ძეგლებზე. ეს არის 3 ლოკაცია, სადაც განხორციელებული გაფხვერების ღონისძიების შედეგად, რომელსაც ჩვენ დღეს დავესწარით, განისაზღვრება უშუალოდ ბიძგის სიმძლავრე, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ ადგილზე დაფიქსირდა ამ გამზომი მოწყობილობებით. შედეგი, რომელიც ყველა მონიტორინგის შემდეგ იდება, პროცესებში ჩართული ყველა მხარის დამსახურებაა. მიზანით საერთოა სამთო მოპოვებამ და კომპანიის ოპერირებამ მიმდებარედ არსებულ არცერთ ობიექტს და არცერთ მაცხოვრებელს საფრთხე არ შეუქმნას.